პოლიციელების მიმართ პრეტენზიები ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილია, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად თუ შევადარებთ 2013 წლიდან დღემდე არსებული სტატისტიკის ტენდენციას, მაშინ როდესაც 2013 წლიდან 2014 წლის ჩათვლით უფრო მომეტებული რიცხვი პრეტენზიების იყო პენტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიმართ 2015 წლიდან დღემდე აღნიშნული რიცხვი უფრო მეტად გაიზარდა პოლიციელების მიმართ. და მაგალითად საილუსტრაციოდ 2017 წელს, როდესაც გაიგზავნა სულ წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 10 წინადადება გამოძიების დაწყების მოთხოვნით, 10-ვე შემთხვევა, 10-ვე წინადადება შეეხებოდა პოლიციელების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს, მაგრამ ისევე როგორც სხვა წინადადებები, აღნიშნული წინადადებებიც დარჩა კონკრეტული შედეგის გარეშე, რაშიც იგულისხმება ის, რომ დანაშავე არც ერთ შემთხვევაში არ იქნა გამოვლენილი. 2017 წლის 19 მაისს მოვდიოდით სახლში ჩემს მეზობლებთან ერთად მანქანით დაახლოებით ასე საღამოს 10 საათისკენ იქნებოდა. როდესაც დაგვეწია მანქანა, მე გადაგვიჭრა გზა. იარაღით გადმოხდნენ სამნი. და გადმოგვათრიეს ჯერ ბორტლები დაგვადეს მანქანაში. მე გადმოგვიყვანეს და ჩაგვსვეს სამი მანქანა გაჩნდა იქ. დაკოქეს მანქანა, ჩაგვირთეს ფეჩები, მე პირდაპირ ფეჩის სადაც ხელი ჰაერი გამოდის იქ თავი მიმადებინეს და ანუ ოფლი გამომადინეს. აი ოფლის ნიმუშებს იღებდნენ რაღაც მარლით და ცელოფანში ლუქავდნენ და მიქონდათ სადღაც. ეს გრძელდება დაახლოებით 1-2 საათი მანქანაში. სადაც გაგვაჩერდა, დაგვიჭირეს იმ ადგილას ხდებოდა ეს. და წაგვიყვანა სადღაც სოფელში, იქიდან იმ სოფელში გადმოვყარეს მანქანებიდან სამივე ცალ-ცალკე ვიყავით ყვანილი. მანქანებიდან რო გადმოვყარეს რამოდენიმე ხანში დაიწყო, ვითომ სპეცოპერაცია ჩაატარეს. დაიჭირეთ, არ გაუშვათ, ყვიროდნენ, აგერ არიან, გარბიან. და ჩვენ სიმონამდვილეში დაჭერილები მიგვიყვანეს იქ. ვლადიმერ ცქვიტაია დააკავა ვაკე-საბურთალოს მესამე განყოფილება ქურდობის თელობის ბაგზე. დაკავებისას მასზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა. ჩვენ წარმოვადგენთ მის ინტერესებს საქალაქო სასამართლოში. დღეს მდგომარეობით ის განთავისუფლებულია გირაოს სანაცვლოდ. მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა, პროკურატურის მხრიდან არ მოხდა მისი დაზარალებულად ცნობა. თითქმის ყველა საქმეში პრობლემა არის დაზარალებული სტატუსის მოპოვება. ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ მუშაობთ ამ საქმეებზე, ეს საკითხი იყო ძალიან პრობლემური. დაზარალებული სტატუსი ჩვენ საქმეებში დაახლოებით მიენიჭა 3 პირს და ისიც მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ესეთი ფაქტები უკვე ძალიან ცხადი იყო, გასაჯაროებული იყო და პროკურატურა სხვა გზა არ რჩებოდა, რომ ამ ადამიანებისთვის დაზარალებული სტატუსი მიენიჭება. 2017 წლის 22 სექტემბერი იყო ღამის სადღაც დაახლოებით 4 საათი. 3-დან 4:30-დან 4 საათამდე რა. და ქუჩაში ვიდექი დეზერტირების ბაზარზე ვაგზაზე რა. სამსახური დაუნთავრდა ვიდექი იქ და მოვიდა პოლიციის თანამშრომლები და სახელმწიფოარი მკითხა. კითხა ჩამოჯინეს მანქანაში და წამიყვანეს და დამიწყეს ცემა. აწამება თუმ რაღაც ყაჩაღობა მოხდაო. და იქ იყავიო და აღიღარებოდა მოგეხმარებით. და უნდა მეღიერებია რაც საერთოდ არ ყოფილვარ იქ. შემდეგ ამ სამების მერე თავის არეში იყო ძირითადად ცემა. სადღაც 1 საათზე მეტი ცემეს შემდგარ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიიღეს. შემდეგ გაჩერდნენ 1.5 საათი და შემდეგ ამიყვანეს მეორე სართული არის ზემოთ ამიყვანეს და პოლიციის რომელ განყოფილებაში აგიყვანეს და რამდენი იყვნენ? სულ 3 იყვნენ. ერთი ძირითადად გამოირჩეოდა ის უფრო მაგათ ცემდა რა. და ზემოთ რომ ამიყვანეს მე შემოდა პარკი ჩაუმონსეს პოლიეთინის პარკი 3-4 საათი ერთმანეთზე ჩააწყვეს. ერთმანეთში ჩაუმონსეს და თან მუხარები მიდიოდა ეგ. რომელ განყოფილებაში მიგიყვანეს ვერ დაინახეთ ხომ? აი ტელევიზია რომ არის მაგის გვერდით რო არის. მეხუთე განყოფილება. ხო. სერგო მამასახლისი დააკავა ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილება. ეს ის განყოფილება, სადაც
ადვოკატ გიორგი მდინარაძეს გაუსწორდნენ ფიზიკურად. განყოფილებაში გადაყვანის სასარგებლო მომასახლებზე განხორციელდა წამოება პოლიციის მხრიდან. მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა, პროკურატურა დღემდე არცნო სასარგებლო მომასახლისი დაზარალებულად პოლიციის მხრიდან განხორციელებულ წამოებაზე. 2015 წლის 8 ნოემბერი ითენდებოდა უკვე ღამის 2 საათი იყო, როდესაც მე წავედი სამსახური მოვალეობის შესასრულებლად. კერძოდ დამეწერა არასრულწლოვნის საქმე მისი ინტერესების დაცვისთვის გავემართე, ასე იგი ვაკის საბურთალოს სამმართველოს ნომერ მე-5 განყოფილებაში. იყო ესეთი სიტუაცია, რომ გამოკითხვა უნდათ არასრულწლოვნის ღამის 3 საათი იყო უკვე. შევთანხმდით უმილისუფლების არჩევაზე, რაც პოლიციისთვის აქ იყოფი გაუმძიებლებისთვის და თითქმის ყველასთვის, მათ შორის განყოფილების უფროსისთვის ეს აღმოჩნდა მიუღებელი, რის გამოც ჩემს მიმართ გამოიჩინეს ძალიან დიდი აგრესია და ყველანაირად ცდილობდნენ ზეწოლით, ჯერ ფსიქოლოგიურად, რომ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა. ამ დროს ჩაერია განყოფილების უფროსი, რომელმაც ძალიან დიდი უკანონოებები ჩაიდინა რბილად რო ვთქვა, ჩემს მიმართ იქ ბავშვის თვალწინ აგრესიულად იქცეოდა, იძალა და გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის საქმეზე, აქაც გარკვეულ შედეგზე გავიდა სასამართლო, თუმცა ძალიან ბევრი ძალისხმევა ჩაიდო ამ საქმეში. ძალიან დიდი აქტიურობა გახდა საჭირო სამწუხაროდ პირველმა ინსტანციის სასამართლომ და ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ვერ უპასუხებს იმ სტანდარტებს, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო წლების განმავლობაში განმარტავს და არაერთ საქმეზე აქვს გამოტანილი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესმა სასამართლომ გამოასწორა ეს ხარვეზი და დააყენა ის შედეგი, რასაც ვითხოვდით ჩვენ, საზოგადოება და ზოგადად, რაც იყო საქმისთვის რელევანტური და აუცილებელი. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გიორგი მდინარაძის ცემაში მსჯავრდებულ პოლიციელ ლაშა კვირკვაიას სასჯელის სახით 10,000 ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრეს. აღნიშნული სასჯელი უზენაესმა სასამართლომ გააუქმა და ლაშა კვირკვაიას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ძალადობაში მსჯავრდებული პოლიციელი დარბაზშივე დააპატიმრეს. იანვარს მე და ზვიადი შევხვდით გეგეშიძის ბაღთან იქ ახლოს. იქიდან ჩამოვედით ამ ქუჩით და დაახლოებით სადღაც აქ გაგვაჩერა საპატრულო პოლიციამ, რაღაც დაახლოებით საღამოს 10 საათიდან 11-ის წუთები იყო სადღაც რა. მოგთხოვა პირადი ნომრები გადამოწმების მიზნით, როგორც თქვენ შე რა უთხარით, რომ რაატო ამოწევთ გადამოწმების მიზნითო. მე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ მქონდა და პირადი ნომერი უკარნახე. ზვიადიმ თავისი აიდი ბარათი მიაწოდა. ანუ რო გადაამოწევს მე პირობით იმის ჯავრის ქვეშ ვარ, ზვიადი ნასამართლები. ანუ ეგარისო და ჩავსვეს მანქანაში და გადაგვიყვანეს ვაკის საბურთალოს განყოფილებაში. განყოფილებაში მიყვანის შემდეგ ჩვენ ჩაგვიყვანეს პირდაპირ 0 სართულზე, სადაც და ოთახში შეყვანისას დაგვადეს ხელბურკილი. მოგთხოვეს რაღაც დანაშაულის აღიარება, რომელიც ჩვენ უთხარით, რომ არანაირი შეხებლობა არ ქონდა და საერთოდ არ ვიცოდით რაზე გვესაუბრებოდნენ. ლევანის ფიზიკურად უსწორდებოდა 4-5 პირი, ანუ ის რამდენიც მე დავინახე იმ მომენტში და ამ ყველაფერს მე კარგად ხედავდი. მთელი ღამე ხელბურკილი დადებული სკამზე ვიყავი კონკრეტულად მიბმული და ისე გაგვატარებინეს და განთავისუფლება ჩვენ მოხდა დღის 4 საათზე. ტენდენციურად ყველაზე მეტი საქმე, სადაც მოხდა პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენება, შეინიშნება უფრო ვაკის საბურთალოს გაყოფილებები. ამას თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადასტურებს ხოლმე შეხვედრებზე, რადგან ამ განყოფილებებზე უფრო მეტი საჩივარი შედის სამინისტროში, ვიდრე სხვა ნებისმიერ განყოფილებაზე. თუმცა ეს არ უნდა მივიჩნიოთ ისე, რომ სხვაგანაც არ ხდება. როდესაც სავარაუდოდ პოლიციელსა და მოქალაქეს შორის არის ესეთი ურთიერთობა, რომელსაც მოყვება ძალადობა, როგორც წესი შემსწრე და მოწმე, ამის არავინ არ არის ხოლმე და იმის მტკიცება და შემდგომ გამოძიებით ამის დადგენა ობიექტურად არის ხოლმე ხანდახან შეუძლებელი. თუმცა რიგ საქმეებში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საქმე, რომელშიც თვლით, რომ უკვე არის დამდგარი, ასე ვთქვათ, და გამოკვეთილი პირთა პასუხისგებლობა, მიუხედავად ამისა, ანუ არ ხდება ბრალის საყენება, უკვე წელიწადზე მეტია გასული და არ ხდება, ანუ იმ პოლიციელების პასუხისგებაში მიცემა, რომელთა პასუხისგებლობის საფუძვლებით გამოკვეთილია. IMC სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ამ ეტაპზე აწარმოებს
8 საქმე, საიდანაც 4 საქმე უკავშირდება 2018 წლის ფაქტებს და 4 საქმე უკავშირდება 2017 წლის ფაქტებს, მათ შორის არის საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი ზვიად-რატიანის მიმართ არასათანადო საქმე და ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება და საქმე. უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით ერთი მსგავსი ტიპის პრობლემები გვაქვს გამოძიების ეტაპზე სამართალდამცავ ორგანოებთან. ძირითადად პრობლემა არის ხოლმე ის, რომ გამოძიება იწყება არასათანადო კვალიფიკაციით. პროკურატურა ძირითადად უარს ამბობს ხოლმე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე და უთითებს და ყოველთვის დაუსაბუთებელია ამგვარი უარი და პრობლემა არის ის, რომ კანონმდებლობით ამის გასაჩივრება სასამართლოში აქამდე შესაძლებელი იყო მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2017-2018 წლებში მუშაობდა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შესწავლის საკითხებზე. ამ პერიოდის განმავლობაში შევისწავლეთ, ჩვენ წარმოებაში იყო დაახლოებით 10 საქმე და გარდა ამ 10 საქმისა, ამ პროექტის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით და მათთან კომუნიკაციით შევისწავლეთ დაახლოებით 38 საქმემდე, რომელიც გარკვეულწილად შეიცავდა არასათანადო მოპყრობის, არაადამიანური დამცირებელი მოპყრობის ნიშნებს. მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნამდვილად გამოსცა ასეთი ტიპის დოკუმენტი, უფრო საანგარიშო დოკუმენტი, სადაც ასახულია ყველა ის საქმე, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული ცენტრს აქვს წარმოებაში, 2015 წლიდან პერიოდი ავიღეთ, რადგან იმდროინდელი საქმეები დღესაც აქტუალურია და დღესაც არის გამოძიება იმ საქმეებზე. 2016 წლის 16 იანვარს ჩემს საცხოვრებელ სახლში ქალაქი ახალციხე სოფელი ტყემლანა დაახლოებით დილის 7-დან 8:30-მდე შემიძლია თამამად თქვა, რომ მოხდა პოლიციური თავდასხმა. ეს არ იყო არანაირი მოსვლა ნორმის და კანონის ფარგლებში, ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა. ადგილი ჰქონდა სროლას, დაკავების მომენტიდან დაიწყო ჩვენი უმოწყალოცემა. მათ შორის უმოწყალოცემეს ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც აქვს სერიოზული მხედველობის პრობლემები. მესმოდა როგორ უმოწყალოდ ბღავდა მეორე ოთახში ჩემი შვილი და როგორ მთხოვდა დახმარებას, მაგრამ მე ამისი არც ფიზიკური საშუალება მქონდა, იმიტომ რომ იატაკზე ვეგდე და არ ვიცი ჩემ თავს რა ხდებოდა, იმ წუთში აბსოლუტური აგონია მქონდა, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ყვეოდი რა ხდებოდა. ამიყვანეს სამხარეო სამმართველოს შენობაში, დამსვეს ერთ-ერთ ოთახში და იქ დაიწყო ყველანაირი კოშმარი, რასაც ალბათ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი ჩემ ცხოვრებაში, რომ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო ვინმეს თავს. ეს იყო ბოთლი, პლასტმასის ბოთლი, რომელშიც იყო ნახევრად წყალი გაყინული. მიიტყამდნენ თავის არეში, ითხოვდნენ აღიარებას, ეს არ იყო ცემა, ეს იყო ჯალათური მოპყრობა, არ ვიცი ამას რა დავარქვა და რა უწოდო საერთოდ. რამდენად ზუსტ სახელს არქმევენ ამ კონკრეტულ დარღვევის ფაქტებს საგამოძიებო ორგანოები, აქაც არსებობს პრობლემა, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოძიებას როდესაც იწყებს საგამოძიებო ორგანო, გამოძიებას იწყებს ზოგადი მუხლით და არ იწყებს ზუსტად იმ მუხლით, რაც გათვალისწინებული და განმტკიცებული არის კანონმდებლობით არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც კონკრეტულ დარღვევაზე იწყება გამოძიება არასათანადო მოპყრობის შესაბამისი ზუსტი კვალიფიკაციით, მას აქვს სხვაგვარი სამართლებრივი შედეგები, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ფაქტზე გამოძიება იწყება ზოგადი მუხლით. რა თქმა უნდა, არასათანადო მოპყრობის კონკრეტული მუხლით დაწყებულ გამოძიებას უფრო მკაცრი შედეგები ახლავს თან, ვიდრე ზოგადი მუხლით დაწყებულ გამოძიებას, იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული მიდგომა, რომ არასათანადო მოპყრობას თავისი ბუნებიდან გამომდინარე ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოუცხადოს სახელმწიფომ და ყველა შესაძლო გზებით ეფექტიანად უნდა ებრძოლოს. არაერთი ასეთი საქმე ქონია წარმოებაში, ოღონდ რა თქმა უნდა ვაწარმოებთ მსხვერპლის დაცვის კუთხით
და სულ ალბათ ისე ჩამოსათვლელი შემთხვევები შემიძლია გავიხსენო, როდესაც ეს გამოძიება დასრულდა შედეგით და პოლიციელს დაუშვათ წაიყენა ბრალი და მიეცა პასუხისგებაში. ასევე ძალიან იშვიათია ესეთი შემთხვევები, როდესაც მაგათაც შეწყდება გამოძიება ან შემაჯამებელი გადაწყვეტილება იქნება რაიმე ფორმით მიღებული, ანუ ძირითადად არის დაწყებული გამოძიება, წლები გადის და ვინაიდან ხანდაზმულობა 328 და 333 მუხლებზე 15 წელია, ასე ვთქვათ, არის მიმდინარე სტადიაზე. პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით, მათ შორის ჩვენს წარმოებაში არსებული 8 საქმიდან სისხლის სამართლებრივი დევნა დღემდე არ არის დაწყებული არც ერთ საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ საქმეთა უმეტესობაში უკვე არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ მიღებული იქნას გადაწყვეტილება პოლიციის თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. აქ არის ხომ ძირითადი პრობლემა, როდესაც უკვე ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, რომ მიიღონ შემაჯამებელი გადაწყვეტილება, ისინი აჭიანურებენ გამოძიებას და დასაბუთების გარეშე ამბობენ, რომ არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა ინტერვიუზე უარი გვითხრეს, თუმცა მათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმად 2013-2017 წლებში არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო პოლიციის 71 თანამშრომლის მიმართ. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე 2018 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 12 პირის მიმართ.